მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ კახა ბენდუფიძის მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდმა ბოლო 2 წლის განმავლობაში 17 მილიონზე მეტი ინვესტირება მოახდინა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ფაქტობრივად შეიქმნა სრულად ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 12 მილიონი ჩაიდო შენობა ნაგებობების რეაბილიტაციაში და შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და სამეცნიერო გარემო. დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა ლაბორატორიულ აღჭურვილობებზე. დღეისათვის აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 47 სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორია და 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა სამეცნიერო კვლევებზე, კვლევების დასაფინანსებლად. 80-მდე სამეცნიერო პროექტს დაფინანსდა, 250-მდე მეცნიერმა მოიპოვა სამეცნიერო გრანტი და დღეს მდგომარეობით 20-მდე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი მუშაობს აგრარული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ. მთლიანობაში ეს ბევრად აღემატება მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. მთავრობის წინაშე აღებული იყო 8 მილიონი ინვესტიციის ვალდებულება და როგორც მოგახსენეთ, ორჯერ მეტი არის უკვე ინვესტირებული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაში და თანამედროვე სასწავლო სამეცნიერო გარემოს შექმნაში. და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1.5 მილიონი არის ჩადებული სასოფლო სამეურნეო წარმოებაში, რომლის შედეგადაც ფაქტურად ახლდება ხეხილის იქნება თუ ვაზის ჯიშები, კოლექციები, შეიქმნა სანაშენე საენერგო მეურნეობები და ასე შემდეგ. კი ბატონო, საუბარია ლარზე. როგორც იცით, მთავრობის წინაშე აღებული იყო ვალდებულება 8 მილიონი ლარის ინვესტირების თაობაზე და 17 მილიონზე მეტი არის უკვე ჩადებული ამ 2 წლის განმავლობაში. ინვესტირება გრძელდება. ანუ ეს არ არის ის წერტილი, როდესაც ჩვენ დავასრულეთ მუშაობა, ფაქტობრივად მუშაობა გრძელდება. ეხლაც დღესაც ხვალეც ვნახოთ, სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება თუ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ეს დღესაც გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. კი, ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ჩვენი საინვესტიციო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპი. და რაზეც დაიხარჯა 17 მილიონზე მეტი. ეხლა გრძელდება ფაქტობრივად მეორე ეტაპი, ანუ ვაგრძელებთ ინვესტირებას და დაახლოებით ალბათ 1-მდენი თუ მეტი არა ისე დაიხარჯება უნივერსიტეტში სასწავლო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, ახალი კვლევების დაფინანსებაში, სწავლებაზე და ასე შემდეგ. სამეცნიერო კვლევები აგრომიმართულებით და აგროტექნოლოგიური მიმართულებით. არა, მოდის პრობლემები არ იყო, სიამდვილეში იყო უბრალოდ არასწორად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი, რომ აქ არაფერი არ ხდებოდა. დღეს ზუსტად იმდომაც მოვახდეთ ამის გასაჯაროება, რომ ის 2 წლიანი პერიოდი, რა პერიოდში ჩვენ გვევალებოდა 8 მილიონის ინვესტირება, ეს 2 წლიანი პერიოდი ამოიწურა და 8 მილიონის ნაცვლად 17 მილიონზე მეტი არის ინვესტირებული ჯერ. თუმცა ინვესტიციები და ინვესტირება ამ სფეროში აგრარულ განათლებასა და აგრარულ მეცნიერებაში ჯერ კიდევ გრძელდება. არა, აქ განათლება და მეცნიერება ამ შემთხვევაში არ არის მიმართული მოგებაზე. ეს ინვესტიციები განხორციელდა საქველმოქმედო ფონდის მიერ, ცოდნის ფონდის მიერ და შესაბამისად ამ ინვესტიციის მიზანი არ არის უკან თანხის მიღება, იმიტომ რომ განათლება ჩადებული ფული, მეცნიერება ჩადებული ფული ფულს არავინ არ ელოდება უკან უკუგების მიზნით, ხო? და იმაზე მეტი ჩაიდო იმიტომ რომ საჭიროებამ უჩვენა რომ საჭირო არის ამ სფეროში აგრარულ განათლებას ჩვენ თუ გვინდა საქართველოში კონდეს თანამედროვე აგრარულ განათლება, თანამედროვე აგრარულ მეცნიერება, ჩვენ თუ გვინდა გამოუშვათ ისეთ სპეციალისტები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ევროპის და ამერიკის შეერთებულ შტატებში კურსდამთავრებულებს, ამისათვის საჭირო არის სასწავლო ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის თუ
თუ მთლიანად საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა. და საჭიროება მგვიჩვენა, რომ აუცილებელი იყო ამ ინვესტიციის გახორციელება და ეს ინვესტიცია მოხდა და მომავალშიც ვგეგმოთ კიდევ უფრო შემდეგ ნაბიჯების წინააღმდეგ. ეს დასვით რამე კითხვა შეგაქვთ?